Rossia 1 სტუდია Yellow Black and White და კომპანია Nebo წარმოგიდგენთ. მოსამართლე ალექსეი კორბუნოვი, ივანი დენის ნიკიფოროვი, ვადიმი ანტონ მაკარსკი, გალინა ტატიანა ლიუტაევა, თურქი ვიტალი კიშენკო, ვერა სვეტლანა უსტინოვა, ლიდია მარინა დიუჟევა, მაქსიმი ნიკოლაი შატოხინი. მამის კვალდაკვალ. სცენარის ავტორი ალექსანდრ დაგანი, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე, ოპერატორი მორად აბდელფათახი, ხატვარი კოტე ჯაფარიძე, პროდიუსერები ირაკლი როდონაია, მიხაილ ტკაჩენკო, ალექსანდრ ბოკოვიკოვი, მთავარი პროდიუსერები ეკატერინა ეფანოვა, ედვარდ ილოიანი, რეზო გიგინეიშვილი. პირველი სერია. დიდი წმენდის წინ. ვის აქვს გასაქცევად საქმე? სოჭი, 1983 წელი. გიორგი თეოდორადი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტია. ბერძნის დაჯგუფება. შავი გრაისლერი C252 OM შეხვდით. ბიჯებოს ძაღლის მანქანა. ამხანაგო პოლკოვნიკო გამარჯობა. გაუმარჯოს. შეგიძლია იგაჩერო. გმადლობთ. გმადლობთ. მობრძანდით. ალისიჩკა. გამარჯობა. ეს მაჩის ბიუროს თანამშრომლებისგან. ესე იგი ყველასგან? დიახ. თუ ყველასგანაა, ცოტა მოგრძალებულია. მერე კიდევ იქნება. გმადლობთ. Bravo! Tamara. ეს შენ დედოფალო. ანია, გამარჯობა. რა მშვენიერი დაგყავს. მერე ვილაპარაკოთ. ეს ვინ არის? ბანდიტია. ნიჟნევარტოვსკიდან. არა, ბანდიტი არ მინდა. ბანდიტებს მნელი აურა აქვთ. მაპატი, არაფერია, მიჩვეული ვარ. ჩემთან როგორ ურთიერთობ, დღემდე არ მესმის. ძმებს არ ირჩევენ.
მაშასე ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო იუბილარო. მინდა ყველა იმ თბილ სიტყვას და მილოცვას შევუერთდე, რაც თქვენ მიმართ გამოითქვა და ჩემი სახელით და ყველა დამწრის სახელით მრავალი წლის სიცოცხლე გისურვოთ. მრავალი წლის სიცოცხლე. მრავალი წლის სიცოცხლე. მრავალი წლის სიცოცხლე. მრავალი წლის სიცოცხლე. გამარჯობა. ეს თქვენ. დიდი მადლობა. გიორგი კონსტანტინოვიჩ, ძვირფასო მეგობრებო, დღესასწაული გრძელდება. ხერხძლობას გისურვებთ, ხელსარიელი არ მოსულარ. აიღეთ. დიდი მადლობა. რა არის? ახალგაზრდა სანტექნიკოსის დამხმარე კონსტრუქტორი? შტეირჰან. 1912 წლის მოდელი. 1914-ია დამზადებული. ასე რომ ეს სათამაშო ტროფეი უკვე 100 წლისაა. ვის წართვი? მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოვიდა წილში და ხუმრობ რა თქმა უნდა. უბრალოდ ერთი საქმე იყო, ხელში შემთხვევით ჩამივარდა, მთელი გულით მოგართვით. გმადლობთ. იმედია სუფთაა. გიორგი კონსტანტინოვიჩ, მაწყენინეთ. მე თქვენს დაბადების დღეზე გეხუმრები, მოდი. გამარჯობა. ეს ალკე დადესადმე. ბრაკაზინო, ხომ აგრძალეს? მართალია, აგრძალეს. სწორედ ამიტომ გემია საჭირო. ნეიტრალურ წყლებში გავალთ. მოცურავე კაზინო გვექნება. ყველაფერი კანონის ფარგლებში. თავიდან აზრზე ვერ მოვედი. თუ ასეა, მე თანახმავარ. ბიჭებო, ჟურნალისტი ვარ, ყველაფერი რიგზეა. ჩამოდი. გადაღების უფლება მაქვს. მე კი შენი ჩაცხრილვის უფლება მაქვს. ჩამოდი. ისეთი არც არაფერი გადამიღია. კამერა მომეცი. მიდი, ჩამოწოსდი. ჩამოხდი. რა დაგემართათ, თქვენს ტერიტორიაზეც კი არ ვიყავი. კამერა დამიბრუნეთ, ჩვენთან წამოხვალ. სად თქვენთან? რა, კამერა დამიბრუნე. თავიდან შემოსავლის მხოლოდ 10% შემიძლია შემოგთავაზო. შენც ხომ გესმის? ფეხზე მკიდია. თავარია გავერთობი. თორემ აქ მოწყენილობისგან ვკვდები. არა, მამა შენმა პიანინოსთან დაკავშირებით კარგად მოიფიქრა, მაგრამ დრო შეიცვალა. მადლობ ჟორა ძვირფასო, დიდი მადლობა. აბა შენიცი, გეხვევი. მანჰეტენზე მაწანწალებს მოკითხვა გადაეცი. ბერძენო. იქ ივანი ვიღაც ჟურნალისტს უსწორდება. ჟურნალისტს? დიახ. გიორგი, შეხედე? ნახე, ანჯუშამ რა დაგიხატა. ბაბუა, დაბადების დღეს გილოცავ. დიდი მადლობა ძვირფასო. რა სილამაზეა. შენ თვითონ დახატე? დიახ. დედა, მამა, ბებია, ტომა. ძალიან მაგარია. დღევანდელ საჩუქრებს შორის ეს საუკეთესოა. ოჩახ, იცი რომ ოჯახი ყველაზე მთავარია. და კიდევ მამაკაცისთვის აუცილებელია, რომ იყოს მამაცი, გაბედული და არაფრის ეშინოდეს, სიკვდილისაც კი. რა შეუბნები? სწორს ვეუბნები, რომ დაკაცდება თქმა უკვე გვიან იქნება. მერი მოვიდა. ხედავ. ოჩახ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. გამარჯობა ვალერიან ნიკოლაევიჩ. საღამშვიდობისა. გელოდით. გილოცავ? დიდი მადლობა. ილონაჩკა სად არის? სამწუხაროდ პარიზშია. გული დამწყდა. გაიცანით? გმადლობ რომ დრო გამონახე. გმადლობ რომ დამპატიჟეთ. ეს ჩვენი მშვენიერი ძალიან ინაჩკა. ძალიან სასიამოვნოა. გამარჯობა. ეს ჩვენი შვილიშვილია ანდრეი. ჩემი სიხარული და იმედი. სტუმრებთან მივიდეთ. დამბრძანდეთ. გმადლობთ. საუკეთესო ადგილას დაგსვამთ. გმადლობთ.
სად არიან? სახლში. ვინ გამოგგზავნა? არავინ, მე თვითონ მოვედი. თვითონ? თვითონ. თუ ასეა, პასუხსაც თვითონ აგებ. Ваня, რა? აქ რა ხდება? აქ რატომ? აბასად. აიღე. ეს შეცდომა იყო. მაგრამ ჭკვიანი ხალხი შეცდომებზე სწავლობს. გესმის ჩემი? გამოიცვალე. მერს უნდა რომ მოგილოცოთ. მოვდივარ. აი დიქტოფონი თავისი ჩანაწერით. გამოიცვალე, კარგი. ეჯგარაშია კრიმინალურ სამყაროში გიორგი თეოდორადის საბედისწერო ფიგურაა. საკუთარი წმინდა მიწის შემქმნელი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტია. გიორგი კონსტანტინოვიჩ, ძვირფასო. ჩვენთვის ყველასთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს მინდა გისურვო ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. იმ სიკეთემ, რაც ჩვენი ქალაქისთვის გააკეთე, დიდი ხანია გამოძახილი ჰპოვა ჩვენს გულებში. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეს. შენ გაგიმარჯოს. გმადლობთ. დიდი მადლობა ვალერიან ნიკოლაევიჩ. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი იუბილარისთვის მოსალოცად დღეს მოვიდნენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები და ქალაქის ცნობილი ადამიანები, არამედ ღმერთებიც. ქალბატონებო და ბატონებო, ვაჭრობისა და მოგების მფარველი ღმერთი ჰერმესი დღეს ჩვენთან ერთად არის. მინდა გითხრათ, რომ ჰერმესთან სურათის გადაღება შესაძლებელია და აუცილებელიც კი. მობრძანდით, გადაიღეთ, ნუ გერიდებათ. ახლა კი სცენაზე გამოდიან მცირე ორკესტრი კიერა და ჩვენი ესტრადის ამომავალი ვარსკვლავი მშვენიერი მარგო. ქალბატონებო და ბატონებო, მიესალმეთ მას. სადიყავი? პერანგი გამოვიცვალე. რატომ? რაღაც გადავისხი. რა მოხდა? შენ მითხარი რამე მოხდა თუ არა? ის ქალი აქ რას აკეთებს? ვინ? აი ის. არ ვიცი. ალბათ ვინმე დაპატიჟა. ვინ? ვინ? გამომართვე. კითხე იმას, ვინც არტისტები დაპატიჟა. რამდენჯერ დაიფიცე, რომ თქვენ შორის ყველაფერი დამთავრდა? ნინა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. რა გინდა? გინდა მოკლა? წავალ, იარაღს ავიღებ და გავაგორებ. მეტრი აქვნა. ამ ქალის დანახვა არც აქ მინდა და არც ადმე ახლოს. კარგი, წავალ, გავარკვევ. შენ კი ჯობია ბავშვ მიხედო. Le petit Olivier? ის ქალი მინდა პატეჟა.
არ ვიცი. ამას როგორ ითმენ? როგორ? შენს ადგილას რომ ვიყო მოვკლავდი. გინდა მე მოვკლავ? ვანია ვერ გაიგებს. Браво! Ქალბატონებო და ბატონებო, მეტი აპლოდისმენტები. მარგო! გამარჯობა. რა შეიძლება ვაკრესაკეთებ? მეც მიხარია შენი ნახვა ვანიჩკა. გიხარია? აი ნინკა კი ძალიან ბედნიერია. რამდენჯერ გითხარია, ქარ გამოჩნდე მეთქი. რას მოგქანდი? კი არ მოვქანდი დამპატიჟეს. მეც ვიმღერე. იმღერე? კარგი, ახლა კი ცეკვაცეკვით მოუსვი აქედან. მიდი. ვან გაგიჟდი მტკივა. მიდი მეთქი. მორჩა. აქ მოსული აღარ დაგინახო გასაგებია? რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? მიდი მოუსვი აქედან. ძვირფას გიორგი კონსტანტინოვიჩს. საუკეთესო სურვილებით რუსლან ამირანოვიჩ კოკოევისგან. ასე. იჟეზკ კოკოევი რუსლან ამირანოვიჩი. ჩვენთან მე-17 ნომრითაა. სპარსული ნარდი შაჰი, მასალა ენდროსფერი მუხა, სპილოს ძვალი და პერლამუტრი. შეხედე? რა იყო? აქ იცი ვინმე ისეთი, ვინც მოსამართლეს ასე მიმართავს? არა? არც მე. ბულდოგს დაურეკე. პროცერენ. ახალს არაფერს. დაგრძალვაზე და იუბილეებზე. ტექსტი ერთი და იგივეა. მომავლისთვის დავინახსოვრებ. მამა, მისმინე მინდოდა მეკითხა. იმ ვინიჩენკოს კარგად იცნობ? აი მას, ვისაც კოვალიოვებმა თითქოს ძმა მოუკლეს. მასზე რატომ მეკითხები? უბრალოდ იცი? მესმის რომ ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ერთი იდეა მაქვს. კოვალიოვებს შეუძლიათ მაგრად დამეხმარონ. გაგეხმარონ? მოკლედ, იმას ვამბობ, რომ შეგიძლია მათ ცოტა მობიერად მოექცე. თვითონ გესმის რას მთხოვ? არა, მამა, შენ ვერ გამიგე. მე ისე გაასამართლე, როგორც ასამართლებ, მაგრამ თუ შეძლებ, მათთან ნუ გაჯიუტდები. ბერძენო. დაიკითხე. მამა, არ დაგუმთავრებია, დავამთავრეთ. ჟორა ბერძენს ძველი მეგობრისაგან. უჩი რა არის? ეს რა ძველმანია, ვინ გამოგზავნა? ეს ხომ მისი ქურთუკია, ასეთი სხვა არ შეგვხვედრია. დაცვა გააძლიერე. უკვე გავაძლიერე. თქვენთან რა ხდება, ბიჭებო? მოიწყინეთ? წავიდეთ ვიცეკვოთ. წავიდეთ. ხომ დამბერდე? კარგი, წავიდეთ. ნინას უთხარი, რომ ანდრეისთან ერთად ჯერჯერობით ჩვენთან იცხოვრებს. ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმოთ გიორგი კონსტანტინოვიჩს. აპლოდისმენტები ამ შესანიშნავ არაჩვეულებრივ წყვილს. დიდი მადლობა მეგობრებო, გულით გიხდით მადლობას. ვალერიან ნიკოლაევიჩის ცოლი საფრანგეთშია, არა? სამწუხაროდ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად არის. რა საშინელებაა.
ჩემი შვილის მიდრეკილებები კარგად ვიცი. ისტორია ის საგანი არ არის, რომელსაც ის თავის მომავალს დაუკავშირებს. სხვა საგნებშიც იგივე მდგომარეობა აქვს. ალგებრაში 2, ლიტერატურაში 2, ფიზიკაში 2. ფიზიკაში? პეტია. რა? შენ არ ამბობდი ფიზიკა მაინტერესებსო? რა უნდა? ნიუტონის კანონი, პასკალის კანონი, არკადი ილიჩ. პასკალის კანონს მე-7 კლასში სწავლობენ. თქვენი შვილი კი მე-9-შია. მისმინეთ, თქვენთან გულახდილი ვიქნები. მე მართლაც ძალიან დაკავებული ადამიანი ვარ და სახლში თითქმის არ ვარ. მაგრამ დარწმუნებული ვბრძანდებოდეთ, პეტიას ყველა პირობა აქვს სახლში იმისთვის, რომ კარგად ისწავლოს. ნეტა მისი ოთახი განახათ, მისი მაგიდა თქვენსაზე ორჯერ დიდია. კომპიუტერი, საბავშვო სპორტული კომპლექსი, ჰაერის იონიზატორი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი არა, თავისთავად. შენ კი, როგორც ხედავ ამ ყველაფერს, არაფასებ. არაფასებს? ეს ის სიტყვები არ არის. სანამ პეტიას დედა ცოცხალი იყო, წიგნებს ხმამაღლა უკითხავდა. ალბათ გესმით, რომ მე ამის გაკეთება უბრალოდ არ შემიძლია. ამიტომ აუდიო წიგნების კოლექცია ვაჩუქე. გონივრული გადაწყვეტილებაა. მეც ასე მეგონა. იცით მერე რა ქნა? მიკროტალღურ ღუმელში დაწვა. საქმე აქამდე მივიდა? მივიდა. ასე რომ მადლობელი ვარ ყურადღებისთვის. მაგრამ მართალი გითხრათ, არც კი ვიცი როგორ მოვიქცე. იქნება უბრალოდ მის გაზრდას დაველოდო. ფიქრობ, ეს საკმარისი არ იქნება. Перед тем, как мы начнем, სანამ დავიწყებთ, სიტყვა უნდა მომცეთ. вы должны мне дать слово. რომ მიიღებთ ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. როგორიც უნდა იყოს ის და რასაც უნდა ნიშნავდეს თქვენთვის. დიახ, გიორგი კონსტანტინოვიჩ, კითხვა არ მაქვს. მიშა, სიტყვას ვიძლევი. მითხარი, შენ რა გინდა? მინდა თქვენ ჩემ ძმას რა გაუკეთეს. ისევ დაიწყო. არაფერი გაგვიკეთებია, რამდენჯერ გავიმეოროთ. იტყუებიან. კი, ვოვანს მათივალი ჰქონდა. 6 ლიმონი. ორჯერ უბრალოდ სცემეს. ბოლოს კი ქუჩაში დახვდნენ. მანქანაში ჩააგდეს. დამორჩა. რა მორჩა? აბა რა მორჩა? შენ თვითონ დაინახე? არა, მაგრამ ამის შემდეგ ვოვაც არავის უნახავს. მერე ჩვენა შუაში ვართ, იქნებ სადმე მოხია. მოხია? მას ცოლი და 3 შვილი ჰყავს. სად უნდა მოეხია? 3 შვილი? მე გავიქცეოდი. ნიკოლაი. რა მოხდა? რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. მიშა ზმავალს არ აბრუნებდა. რა უნდა გვექნა? უბრალოდ შევთავაზეთ, მანქანით გაგვესეირნა და თან გვესაუბრა. ესაუბრათ. ამას ახლა ასე ჰქვია. რაც ჰქვია იმას ვამბობ, მაგრამ ვოვამ არასწორად გაიგო. რატომღაც პაშას დაარტყა. მანქანიდან გადახტა და გაიქცა. ჩვენ გავეკიდეთ, ფეხი დაუსხლდა და პირდაპირ მანქანის ქვეშ აღმოჩნდა. სულ ეს იყო. კოლელებო. კოლელებო, მიშა დაწნარდი. კარგად ილიჩ, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი პრობლემები შვილთან ასე თავისთავად არ მოგვარდება. კარგი, მაგრამ რას მთავაზობთ? კამრით სცემეთ. რა? რა თქვით? კამრით უნდა სცემოთ. მას რატომ მიყურებთ? მესმის, რომ თქვენ ინტელიგენტი ადამიანი ხართ და თქვენთვის შვილის სცემა ადვილი არ იქნება. ამიტომ მოდი მხოლოდ სახეში სილის გარკვით შემოვიფარგლოთ. დავედით. დაბრძანდით. თქვენ ჩემთან პრობლემის მოსაგვარებლად მოხვედით და ჩვენ მას მოვაგვარებთ. ამას შენს მოუღები, რაც ერთი კვირის წინ მასზე მიამბე. არ შემიძლია. შაქრის ბენზინის სავში ჩაყრა შეგიძლია და სახეში სიმართლის მიხვა არ შეგიძლია, არა? რა? შაქრის? პეტია, ეს რატომ გააკეთე? იმიტომ რომ მიმატოვე. ვინ მიგატოვა? სულ ჭკუაზე ხარ? ყველაფერს მხოლოდ ჩვენთვის ვაკეთებ. ეს სკოლა, აუზი, ჩოგბურთი. ახლა მე მკითხე. მე მინდა ეს ყველაფერი? არა, მაგრამ დედა შენს უნდოდა. იმიტომ რომ დედას ვუყვარდი. შენ კი მხოლოდ შენი სამუშაო გიყვარს. ვადიმ ვლადიმიროვიჩ, აქ რა ხდება?
ახლა იცი შენ ძმას რაც დაემართა. Это все. საგმარისია? არა. პასუხი აგონ. სისხლის წილ? ბულდოგო იარაღი მიეცი. შურის ძიება გინდა? მიდი. Правильно. ზოროდ იქცევი. Ничего. ეს კარგს არაფერს მოგიტანს. Ты убьешь შენ ნიკოლაის მოკლავ, პაველი შენ მოკლავს. тебя. შენი შვილი გაიზრდება და პაველს მოკლავს. მოგებული მინდა რჩება. А მერე ქრივს რა ეშველება? ქრივს? შენი ძმის ძოლს, Мать, სამი შვილის დედას. ты ამაზე არ იფიქრე? Что касается... რაც შეგეხებათ თქვენ? ადამიანი ტყუილ უბრალოდ მოკალით. ხო მაგიხსენით ეს უბედური შემთხვევა იყო. ვლადიმირ ვინიჩენკოს სიცოცხლეს Я оцениваю. 10 მილიონი რუბლად ვაფასებ. С учетом მისი ვალის გამოკლებით 4 მილიონი რჩება. в течение 3 დღის განმავლობაში ეს თანხა მიშას უნდა გადასცეთ. Миши, Чтобы я жил. ძმის სიცოცხლე ფულზე უნდა გავცვალო? შენ არა. ты к этим მაგ ფულს ხელს არ ახლებ. относишься. ეს ფული ქრივისთვის და მისი შვილებისთვისაა გასაგებია? თუ ასეა მორჩა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. თქვენ შორის მტრობა და სისხლი აღარ არსებობს. Сожалею. მიშა უწუხვარ. Ей-богу, Миша. მიშა გეფიცები უბედური შემთხვევა იყო. Да, еще. კიდევ ერთი. Кто? საჭესთან ვინიჭდა? მე. რატომ უთხარი? Прости. ერთი წელი სახლში იჯდები, შინაპატიმრობაში. ქუჩაში არ გამოხვალ, სტუმრებს არ მიიღებ. ეს შენი სასჯელია ტყუილ უბრალოდ ჩადენილი მკვლელობისთვის. დიდი მადლობა გიორგი კონსტანტინოვიჩ. როგორ ერთი წელი? მესმის კომპენსაცია სამართლიანია, მაგრამ შინაპატიმრობა ზედმეტი მგონია. ამდენს ვერ გავუძლებ, გავაფრენ. ჩვენც მამაო ჩვენო ისწავლე. და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენივით, არცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. აპატიეთ. მაგრამ მგონი მოვალეებს მაინც და მაინც არ თქვენს ყალობთ. Спасибо. მადლობთ გიორგი კონსტანტინოვიჩ. Спасибо. გმადლობთ. შენც დიდი მადლობა. დედას როგორ ელაპარაკები? შემეშვი, ხომ გითხარი მაგას არ ჩავიცვამ? რას ნიშნავს არ ჩავიცვამ? რას ნიშნავს არ ჩავიცვამ? ვერკაში ხედე რა მშვენიერია. რა გაყვირებთ? უთხარით. ნუ ყვირით. ლიდია ვასილევნა, ეს ჩემი სტილი არ არის. მეზობლებს შეაშინებთ. გოგოებო, თქვენ სასაკში ჯერ არ გესმით ამისთვის, მე კაცს მოკლავდი. დაწყნარდი დედა, ჩემ სასაკში არ ხარ. ვადიკ. გესმის რას ამბობს? სად არის ჩემი ნიტროგლიცერინი? ბოდიში მოუხადე. სად არის? ბოდიში. სახლი, საყვარელი სახლი. О, привет. გამარჯობა, მამა. Ух ты. სასტუმრო ოთახში რატომ ამზადებ? სამზარეულოში დედა ცოტვილობს. გამარჯობა. გამარჯობა. რა კარგია? ბელმენები? ასე. უნდა ვისწავლო. შენ იცი, Ну что, აბა არ დადეგების წინ ბოლო გაკვეთილმა როგორ ჩაიარა? каникулами? Да, ничего. ჩვეულებრივად. დარწმუნებული ხარ? გზავნეულ შვილს და მის გამოჩტერებულ მშობელს შოკური თერაპიის კურსი ჩავუტარე. ასაკოვანი ადამიანი აიძულა მოზარდისთვის სახეში გაერტყა. სერიოზული ამბავია. Სიტუაცია. სერიოზული სიტუაცია იყო. სამაგიეროდ ახლა მამა მიცის რომ არ შეიძლება 24 საათი სამსახურში იყოს დაკარგული. ჩვილი კი მიხვდა რომ სახლში განხორციელებული დივერსიები არც ისე ეფექტური მეთოდია ყურადღების მისაქცევად. Не знаю. არ ვიცი. Время покажет. დრო გიჩვენებს. Но я считаю, მე ვთვლი რომ შენ ისინი მორალურად გააუპატეურე. მშვენიერია. ახლა მოძალადეც გავხდი. нет. არა. Ты შენ კეთილი და კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ хороший თუ человек. მიზანს დაისახავ, Тебе поставишь მზად ხარ გზაზე все на ყველაფერი წალეკო. Ну, ты слышишь? გესმის? შვილო მაპატია, მაგრამ არც ისე შორსაა სიმართლისგან. Ясно, все პროფესორო, ყველაფერი გასაგებია, საყვარელი მოწაფის მხარეს ხართ. არა, უბრალოდ მოვლენებს საღად ვაფასებ. Вещь. შენ შესანიშნავი ისტორიკოსი ხარ, მაგრამ რაც შეეხება ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, შენს ადგილას ვერაჩკას აზრს გავითვალისწინებდი. Я სწორად ვაკეთებ? კი, მაგრამ ხორცი ცოტა ნაკლები ჩადე. Если прислушиваться, ყველა ვერაჩკასნაირად რომ აზროვნებდეს, ჩემი საგანი საერთოდ არ იარსებებდა. უბრალოდ მოსაყოლი არაფერი იქნებოდა. нельзя. ისტორიაში კვალს ვერ დატოვებ, თუ არ გარისკავ.
Те же, 300 სპარტელი ავიღოთ. если след... ასეთი ლოგიკით რომ ემსჯელოთ ისინი სპარსელებს შეაჩერებდნენ კი არა, კედლის იქით არ გავიდოდნენ. მაგრამ 300 სპარტელის საკუთარი სიცოცხლით რისკავდა. შენ კი მოზარდისა და მისი მშობლის სიცოცხლეს ეთამაშები. გრძნობ განსხვავებას. გრძნობ რომ ძალიან მშია. მალე იქნება. თვალებს არ უჯერებ. საჭმლის კეთებას სწავლობ? დიახ. ლიდოჩკა, როგორ ხარ? ყველაფერს შენთვის ვაკეთებ ძვირფასო. ვალოდენკა, არ მახსოვს გითხარი თუ არა. Говорила, что я არ მინდა რომ კრემაცია ჩამიტარონ. ლიდა, კარგი რა. დედა რას ამბობ? ეს მნიშვნელოვანია. მაიასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. она даже цветочек. საფლავზე ყვავილსაც არ მომიტანს. А вот დანარჩენზე კი უნდა მოვილაპარაკოთ. да нет, ну что? არა, რა ხდება? ამ სახლში ლაპარაკში ელექტროხელსაწყოც კი ხელს მიშლის. ეს ჩემი არ არის. არც ჩემი, ღმერთო, სად ჯანდაბაშია. ჩემი ხომ არ არის? სად არის? ხმა იქიდან ისმის. აი, ვიპოვე. მომაწოდე. მომეცი. ტელეფონი მომეცი. მოიცადე, შენ ხელები დასრული გაქვს. მე თვითონ. ტილოსად არის. სკამზედევს. მე თვითონ. ეს ხომ მარტივია. Держите. აიღეთ. გმადლობ. ასე? Ну что, აბა გამოგდის? დამაცადე. Меню. ხო, გამომივიდა მენიუ. მომეცი. ხმოვანი შეტყობინებები, აღდგენა. მომეცი რა. მორჩა. უკვე მორჩა. მომეცი. ერთი ახალი შეტყობინება გაქვთ. ვალოდია ძვირფასო. გუშინდელი საღამოსთვის მადლობას გიხდი. ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილ ვარ. მომენატრე. მიყვარხარ. ერთი სული მაქვს როდის გნახავ. შენი ალონუშკა. ეს რა იყო? თქვენ მოისმინეთ შეტყობინება. ეს რა იყო? Володь, ვალოდია. а что это? ეს რა იყო? Это что? ეს რა? Ошибка? შეცდომა თუ Роза? ხუმრობა? Ну скажи. რა მეთქვი? ლიდა ეს მართლაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. Да. მოიცადე? Так. მოიცადე. Подождите. მოიცადეთ? ლიდია ნიკოლაევნა, ერთი წუთით. ლიდა, ლიდია ნიკოლაევნა იქნება არხერს. Алло. ალო, Это алло? ალონა ხარ? ლიდა. А это მე на профессор. პროფესორ ილინის ცოლი ვარ. Он мне მან თქვენ შესახებ ყველაფერი მიამბო. რა საჭიროა? ლიდა, что? რას ნიშნავს ძალიან კარგი? А у вас что? ეს თქვენ შორის დიდი ხანია გრძელდება. ნახევარი წელი? ნაგავო. ბინძურო. ვადიმ, კახპა, მინდა რომ მოკვდე. დაწყნარდი. ორივე ჩაძაღლდეთ. ლიდა, ყველა მისნაირი უნდა ჩაძაღლდეს. ლიდა, რა საჭიროა? ეს როგორ გააკეთე? როგორ? ვის უნდა ვენდო? ვადიმ, დედა, ამ ყველაფრის მერე როგორ ვენდო? ღმერთო, ეს რა არის? მარგო, სად ხარ? მარგოш. ვანია. ვანიჩკა. ვანიუშა. ჩემი კარგი ბიჭი მოვიდა. ამდენ სად იყავი ვან? ფისუნია მოიცადე. მომენატრე, მოდი ჩემთან. პატარა მოიცადე. მოდი ჩემთან შემოსაყვარელო. შემომხედე. შემომხედე მეთქი, თვალებში მიყურე. ისევ დაყნოსე? არა. ნუ მატყუებ. შენ სამ გამოხედვას კარგად ვიცნობ. დაყნოსე არა? სულ ცოტა თემადუნება მინდოდა. ყველ კასტინგი მაქვს. ხომ იცი ჩემთვის ეს რა მნიშვნელოვანია? ჩემთვის კი მნიშვნელოვანი შენ ხარ და გავიწყდა ბოლოს რით დამთავრდა ყველაფერი. არა. საიდან გაქვს? გეკითხები საიდან გაქვს მეთქი? არ გეტყვი. რა? ვან, მომკლავ.
ისევ შენმა ყოფილმა მოგცა რა? ვანიჩკა, მისთვის კარის გაღება არ მინდოდა. ის რა აქ მოეთრია? რა თქმა უნდა. Что ты думаешь? აბა რა გგონია რომ ხვდები? ვან. გაგიჟდი? მასთან იწექი? არა, რას ამბობ ვანიჩკა? გთხოვ არ წახვიდე. გთხოვ არ მიმატოვო. უშენო ციცოცხლე არ შემიძლია. დაწნარდი შენს მიტოვებას არ ვაპირებ. უბრალოდ წავალ და იმ შენს ლიოშას დაველაპარაკები. ვანიჩკა, ოღონდ ძალიან გთხოვ არ მოკლათ, თორემ ჩაგვსვამენ და მე რამე შველება. ნუ ნერვიულობა არ ჩამსვამენ. ეს კიდევ ერთხელ რომ ვნახო. ღმერთმა ნუქნას კიდევ ერთხელ. აღარასოდეს. წარმოგიდგენია 30 წელი 30 წლიანი სიყვარული გაცვალა. დედა არ გინდა. არა, მინდა. ისმინე, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა გითხრა. მოკლედ, ღმერთი იყოს მისი მსაჯული. რაც უნდა იყოს, მე ის მიყვარს და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება. შენ კი ამას გეტყვი. შეგიძლია მამასთან ურთიერთობა გქონდეს, ელაპარაკო. მე წინააღმდეგი არ ვარ. დედა მამასთან ლაპარაკი კი არა, მისი დანახვა აღარ მინდა. არაფერია მოგინდება. მაიასაც მოუნდება. ბოლოს და ბოლოს ის მამა თქვენია. მაგრამ ერთხელ მაინც რომ გავიგო. რომ იმ ქალთან ერთად სუფრასთან ისხედით და უღიმოდით. დედა. რომ იმან ჩემი შვილიშვილები ნახა. იცოდე, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება. დედა, რომელი შვილიშვილები? მე და ვერა ჯერ არ დაქორწინებულ ვართ, მაია კი საერთოდ 17 წლისაა. ვიცი რასაც ვამბობ. ვიცი როგორც ხდება. ხოლოდის არ ვიცი ახლა რა ვქნა. პირველ რიგში დაწყნარდი. გთხოვდალი. დავწყნარდე როგორ? ველოდია მთელი ჩემი ცხოვრება. ახლა კი ეს ცხოვრება დამთავრდა. რატომ? რატომ ავიღე ხელში ის დაწყევლილი ტელეფონი? ყოველ შემთხვევაში ახლა სიმართლე იცი. სიმართლე? მე ამით ვინი ხეირა? მამა შენის გარეშე ეგ სიმართლე ვის ჭირდება? А если бы он вернулся? რომ დაბრუნდეს საპატიე. Простите. დაბრუნდეს? ვისთან? ჩემთან? დედა. შემომხედე. ასეთი ვის ჭირდები? დედა, მომისმინე. დედა. Ты хочешь? შენ გინდა რომ დაბრუნდეს? ხო, Мы это ჩვენ ამას შევძლებთ. გპირდები. როგორ? сделаем. მოვახერხებთ. Только ты თქონდ რასაც გეტყვი, ყველაფერი უნდა გააკეთო. შევთანხმდით? тогда მოდი ეს დალი. ძალიან კარგი. გამარჯობა. დასასვენებლად მოხვედი, საქმეზე ხარ თუ ორივე ერთად? რა ხალხი? ვანია გაიცანი ეს გოგონები არიან. გოგონებო ეს ვანია. ლიოშა აქ არის? რა ვინ ლიოშა? რიტას ყოფილი. ჟიჟა. სადღაც აქ იყო ეგ ნარკომანი. სად არის? მაღლა, რა შეგჭირდება? საქმე მაქვს.
რას უყურებთ? იცეკვეთ. მუსიკას აუწიე. ბიჭებო, მორჩა წყნარად. ცეკვას ვაგრძელებთ. პაშა დააწყნარე. ყველაფერი რიგზეა. მანია, გთხოვ საკმარისია, მანია. ყველაფერი კარგადაა, გითხარი. უბრალოდ დაველაპარაკები. დარწმუნებული ხარ კი? გავედით. მანია, მაპატიე. არ მომკლა. მიზეზი მაქვს? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. რიტასთან იყავი? ხნილი მიუტანე? თვითონ თხოვა. თვითონ? რა თქმა უნდა. მანია, თუ გინდა დავიფიცებ. ეს უკანასკნელი იქნება. ხომ გესმის, მე რა სიმჭირდება ყველაფერი მთხოვა და დავეხმარე, სულ ეს იყო. ამის გამო ხომ არ კლავინ? ხო მართალი ვარ. მართალი ხარ, მართალი. დიდი მადლობა. გმადლობ. გეყოფა. დიდი მადლობა. Udi ginda? Gmadlob. მითხრა რომ ხნილისთვის შენთან იწვა. მართალია? კი. მისგან სხვას რას აიღებ? რა ბოზიც იყო ის ბოზი დარჩა. ბოზი? ესე იგი ბოზი? ბოზი არა? დაწყნარდი. გეყოფა, დაწყნარდი. მორჩა, დაწყნარდი, მზად არის. რა? მორჩა, მკვდარი. შენ მიდი, სახლში წადი. დაწყნარდი, მოწესრიგდი, გაიგე? წადი, ჩვენ აქავრობას მივალაგებთ. მიდი. ახლა რა ვქნათ? შომრები მოიტანე. მაშასე. თქვენ საერთო საბანკო ანგარიში გაქვთ. ხო, ვალოდიამ ანგარიში გახსნა და ორი ბარათი დაამზადებინა. ჩემთვის და თავისთვის. ვიცი, ხვალ-წახვალ და ანგარიშიდან მთელ თანხას მოხსნი. მთელ თანხას? ხო, მთლიანად. მამას არანაირი ფული არ უნდა დარჩეს. მერე პოლიციაში განაცხადებ, რომ მანქანა მოგვარეს. მაგრამ მანქანა მას ყავს. კი, პირველ პოსტამდე. და რაც მთავარია, კათედრაზე დარეკა და მისი ღალატის შესახებ მოუყვები. თვითონ იმწვრივენ თავი, რომელი სტუდენტი შეაცდინა და როგორ უნდა მოიქცნენ. მის გარეშე ცხოვრება შეგიძლია? არა. ესე იგი, ისე უნდა გააკეთო, რომ მისი ცხოვრება უშენო და აუტანილი გახდეს. ოღონდ ძალიან გთხოვ, არც მაიას და მით უმეტეს ვერას ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ არაფერი უთხრა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ხმალაძე და გუგამ გალობლი.